თურქეთში მოსკოვიდან საგამოძიებო ჯგუფი ჩავიდა. დიპლომატიის მკვლელობის საქმე სწორედ რუსი გამომძიებლები შეისწავლიან. ადგილობრივმა პოლიციამ 6 ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. რუსეთის ელჩის მკვლელობას საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად განიხილავს. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ელჩის მკვლელობის სავარაუდო მოტივი სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია. რუსეთსა და თურქეთის პრეზიდენტები ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე თანხმდებიან. ცნობილი ხდება, რომ ანკარაში ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, მოკლული დიპლომატის სახელი მიენიჭება. თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ. მელუდ ჩაუშოღლუმ და სერგეი ლავროვმა მოკლული დიპლომატის ხსოვნას პატივი მიაგეს. რუსეთის ელჩის მკვლელობის გამო მოსკოვში ტერორიზმის წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლაზე საუბრობენ. უნდა დარწმუნებული იყოთ, რომ თურქეთის მოსახლეობა რუსეთთან და რუს ხალხთან ერთად გლოვობს ელჩის მკვლელობას. ველოდებით, რომ ჩვენი თანამშრომლობა სირიაში პოლიტიკურ დიალოგსა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას შეუწყობს ხელს, თუმცა ტერორისტების მიმართ შეწყალება არ იქნება. მოსკოვისა და ანკარას შეთანხმებისამებრ თურქეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდა რუსი გამომძიებლების ჯგუფი, რომლებიც თურქ კოლეგებთან ერთად სისხლის სამართლის საქმეზე ერთობლივ საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებენ. დიდარ ალაჰი, ჩვენ სირიაში ვკვდებით, თქვენ კი აქ მოკვდებით. ეს იყო ტერორისტ მელუდ ალტინტაშის პირველი სიტყვები თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის შემდეგ. თავდასხმელმა 62 წლის რუს დიპლომატს 5 თვე ესროლა. ტერორისტის sapolitsiო შტურმის შედეგად მოკლეს. ცნობილია, რომ თურქეთის პოლიციაში მსახურობდა და ივლისის პუტჩის დროს პოლიციიდან დაითხოვეს. მას შემდეგ, რაც მკვლელის ვინაობა დადგინდა, მელუდ მერტ ალტინტაშის სახლში აიდინის პროვინციის ქალაქ სიოკეში ჩხრეკა ჩატარდა. ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია ტერორისტის დედა, მამა, და 3 ნათესავი. რუსი დიპლომატის მკვლელობიდან მოკლე ხანში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ტელეფონზე დაურეკა და მკვლელობაზე ინფორმაცია პირადად მიაწოდა. მოგვიანებით თურქული ტელეკომპანიების ეთერში რუსეთის ელჩის მკვლელობა დაგმო და ინციდენტს მთელ თურქეთზე თავდასხმა უწოდა. რუსეთის პრეზიდენტთან თანხმდებით, რომ ეს პროვოკაციაა, რომელიც მიმართული იყო რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ჩაშლისკენ. შევთანხმდით, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გავაძლიერებთ. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმაც. ბანდიტები თავიანთ თავზე იგრძნობენ ამ პასუხს. რუსეთის ფედერაციის გამოძიების კომიტეტმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ მართავდა მკვლელის ხელს. რუსეთის ელჩის მკვლელობას საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება და მომხდარ ფაქტს მკაცრად გმობს. მისამძიმრებით დაიწყო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გენერალურმა მდივანმა. პროცედურის დაწყებამდე მსურს მიუსამძიმრო რუსეთის დელეგაციას მათი კოლეგის ელჩ ანდრეი კარლოვის მკვლელობის ფაქტი. გმობ აკუგნურ ტერორისტულ აქტს, რომელსაც არავითარი გამართლება არ აქვს. მომხდარს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიც ეხმაურება. შოკირებული ვარ ელჩ ანდრეი კარლოვზე განხორციელებული წარმოუდგენელი თავდასხმის გამო. ჩვენ თანაგზნობას უცხადებთ ოჯახსა და მის კოლეგებს, რუსეთის ხელისუფლებას. ელჩის მკვლელობას გმობს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. გუშინ თურქეთის დედაქალაქში სროლის კიდევ ერთი ფაქტი აღინიშნა. მამაკაცი ვინმე სახინის შეერთებული შტატების საელჩოს მიუახლოვდა, ქურთუკიდან იარაღი გამოიღო და ჰაერში 8-9 გასროლა განახორციელა. მოგვიანებით მამაკაცი დააკავეს. საელჩოს მიმდებარედ უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. მიმდინარეობს გამოძიება.